რატომ გადის ბიძინა ივანიშვილი ოფშორებიდან? ირკვევა, რომ ოლიგარქმა კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიები ცოლის სახელზე თბილისში გადმოარეგისტრირა. კაიმანის კუნძულები ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ არის. ბრიტანეთის მხრიდან მოსალოდნელი სანქციები კი ბიძინა ივანიშვილისთვის განსაკუთრებულად დამაზიანებელი იქნებოდა სწორედ მის ოფშორებში რეგისტრირებული ქონებების გამო. მით უმეტეს, რომ ბრიტანეთს უკვე ჰყავს დასანქცირებული მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები, ასევე პროპაგანდისტული ტელეკომპანიები იმედი და პოსტივი. ცოტა ხნის წინ კი ბრიტანეთმა საქართველოში მოქმედი კრიპტოპლატფორმები დაასანქცირა რუსეთისთვის სანქციებისგან გვერდის ავლაში დახმარების გამო. ისი ეშინია ბიძინა ივანიშვილს და დასრულდა თუ არა ბრიტანული ოფშორებიდან მისი თავის დაღწევის პროცესი. თამარ დემეტრაშვილი გააგრძელებს თემას. დიახ, 7 კომპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს კაიმანის კუნძულებზე მდებარე ოფშორში ჰქონდა რეგისტრირებული, ახლა უკვე საქართველოშია გადმოტანილი და გაფორმებულია მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის სახელზე. ესაა ქონებები, რომლებიც თანაინვესტირების ფონდის საკუთრებაში იყო აქამდე ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ოფშორული ზონის სივრცეში რეგისტრირებული. თუმცა ბიძინა ივანიშვილის ბევრი რამ, როგორც ჩანს, შეიცვალა. ექსპერტები ამას ოფშორიდან გაქცევად აფასებენ. ხვედელიძის სახელზე გადმოფორმდა კომპანიები მტკვარი ჰოლდინგი, აქსის თაუერსი, გალერია ჰოლდინგი, გრინჰაუს ჰოლდინგი, აგრო ჰოლდინგი, რიზორტ ჰოლდინგი და ემვი ჰოლდინგი. შედეგად ბიძინა ივანიშვილს ფაქტობრივად ოფშორებში ოფიციალურად რეგისტრირებული ქონება აღარ აქვს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ ყველაფრის საფუძველი არის შიში, რომ მას ბრიტანეთიდან სანქციების სახით ემუქრება. ეკა ხვედელიძემ, რომელიც მესაკუთრეა კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული თანაინვესტირების ფონდის, საკუთარ თავთან ეკა ხვედელიძესთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება. თავად ამ ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ფასი გასაიდუმლოებულია და გასაჯაროება არ მომხდარა, ასე რომ ამის დეტალები დიდწილად ბუნდოვანია. ერთი რამ ცხადია, რომ ივანიშვილი ნორმალურ შვიდ გარემოში, რა თქმა უნდა, არ მოახდენდა ოფშორებიდან საკუთარი ქონების გამოტანას და საქართველოში გადმოტანას, სადაც ის გაცილებით უფრო გამჭვირვალე და ხელისგულზეა. რეჟიმის შეცვლის შემდგომ გაცილებით მეტი საფრთხე შეექმნება, ვიდრე შესაძლებელია ყოფილიყო ოფშორულ ზონებში ქონების დატოვების შემთხვევაში. მაგრამ ახლა ივანიშვილს ყისიერი საფრთხე უდგას სწორედ დასავლეთის ქვეყნებიდან, მათ შორის როგორც ჩანს დიდი ბრიტანეთიდან, ამიტომ ამ ყისიერი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ის იძულებულია მსგავსი ტრანზაქციებით ქონება გადმოიტანოს საქართველოში. საქართველოში არსებობს ეგრეთ წოდებული ოფშორების კანონი, რომლის მიღების დროსაც საფუძვლიანი ვარაუდი იყო იმისა, რომ ეს კანონი სწორედ ივანიშვილების ოჯახისთვის იქმნებოდა. ესა საგადასახადო შეღავათების კანონი, რომელიც სწორედ ოფშორული ზონებიდან ქონების საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში ენიჭება ქონების მესაკუთრეს. არის ვარაუდი იმისა, რომ ეს კონკრეტული ტრანზაქციაც სწორედ ამ საგადასახადო შეღავათით ისარგებლებს და ივანიშვილი ამ ყველაფერში გადასახადებს არ გადაიხდის. რახან აქ უკვე საკანონმდებლო ბაზა სხვანაირად არის შეცვლილი. ვფიქრობ, რომ უფრო ხელსაყრელია ოფშორის კომპანიების ჩვენს სივრცეში ფუნქციონირება და რაც ყველაზე მთავარია, თუ ამ შემთხვევაში პოლიტიკურად ასე ვთქვათ, აქტიურ და პოლიტიკასთან სათავეში მყოფ სუბიექტებზე ვსაუბრობ, თავისთავად მათ კონტროლ ქვეშ უფრო არის ეს სივრცე, ამ შემთხვევაში საქართველოს სივრცეს გულისხმობ და შესაბამისად მათთვის კიდევ ორ მაგათ ხელსაყრელი არის ამ სივრცეში, როდესაც აქვს შესაბამისი ასე ვთქვათ საკანონმდებლო ფინანსური ასე ვთქვათ შეღავათები და ამავდროულად ეს სივრცე არის მათი ასე ვთქვათ კონტროლ ქვეშ. სწორედ ეს არის ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ მთავარი მიზანი ოპერირებისთვის გაცილებით უფრო მარტივი არის ამ შემთხვევაში ქართული სივრცე. ტრანზაქცია, რომლითაც ივანიშვილის ქონება ეკატერინე ხვედელიძის სახელზე გადმოფორმდა, სულ 2 დღის წინ გაფორმდა. დოკუმენტებში ფინანსური ნაწილის შესახებ არაფერია მითითებული. ეს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში ქონების რეალიზაციის თანხა მითითებული არ არის.